BMG ბათუმში TBC ბანკის ორგანიზებით გასულ უქმეებზე რეგიონალური ფორუმი გაიმართა, რომელში მონაწილეობას დასავლეთ საქართველოში მოქმედმა ბიზნესების წარმომადგენლებმა მიიღეს. ბიზნესების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე, ციფრული მარკეტინგის, სურსათის უვნებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვადასხვა ინფორმაციები მიეღოთ. Როგორც ჩაიარა ფორუმმა, ამას ლევან თაღიაშვილის რეპორტაჟში ვნახავთ ბათუმიდან. ინსპირაცია და ახალი იდეები ბიზნესისთვის სიცოცხლისა და განვითარების გარანტიაა. სწორედ ამიტომ TBC ბანკი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რეგიონალური ბიზნეს ფორუმების ციკლს იწყებს, რომლის პირველი ლოკაციაც 7 ივლის ზღვისპირა ქალაქი ბათუმი იყო. TBC ბანკი ძალიან დიდი ხანია აკეთებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ბიზნესების მხარდასაჭერად. 2013 წლიდან გვაქვს სპეციალური ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ახალი ფორმატი ბიზნესებთან ურთიერთობის და ბიზნესების მხარდასაჭერად გამართული აქტივობების. ეს არ არის მხოლოდ რეგიონალური ფორმატი, ეს არის ახალი ფორმატი უბრალოდ რომელიც დავსტარტეთ, დავიწყეთ ბათუმში, აუცილებლად გაგრძელდება. ღონისძიებაზე ცნობილმა სპიკერებმა, წარმატებულმა და ბიზნესში გამოცდილმა ადამიანებმა მოიყარეს თავი. გამომსვლელებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს და ფილოსოფიასთან შეზავებული ბიზნეს რჩევები უხვად დაურიგეს დამსწრე საზოგადოებას. ჩემი თემა არის კორპორატიული კულტურების შესახებ, ეს კულტურა 3-0 დავარქვით, იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში არის პირველი კულტურა, რომელიც არის ყველაზე ნედლი, ყველაზე ველური კულტურა, როდესაც დირექტორი ამბობს, რომ მე ვარ ალფა და მე ვარ ომეგა. მეორე კულტურა ეს არის რაღაცა უფრო ალბათ ჩვენთვის იმპორტირებული დასავლეთიდან, რომელიც არის რომ რაღაცა იერარქია არსებობს, რაღაცა კონტრაქტები არსებობს, კონტრაქტები კომპანიის შიგნით, კომპანიების გარეთ და მე რაღაცნაირად მოვიწამლე აღმოსავლური კულტურით და ჩავთვალე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ცოცხალი კულტურა რა შეიძლება ყოფილიყო. ცოტათი ქართული, ცოტათი ნამდვილი, ცოტათი ნასწავლი, ანუ სადაც ტვინი და გული ერთდება ერთად. შედეგმაც არ დააყოვნა. რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლები განახლებული იდეებითა და კონტაქტებით დასაჩუქდნენ. გულწრფელი ემოციები კი ჟურნალისტებს გაგვიზიარეს. ანალოგიური სახის ფორუმები ბიზნესისთვის ძალიან საინტერესოა. აქ ხვდები ძალიან საინტერესო კრეატიულ ადამიანებს და ფიქრობ ბიზნეს განვითარებისთვის, კრეატიული თუ ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის ასეთი სახის ფორუმები საკმაოდ პროდუქტიული იქნება და ფიქრობ რაც ხშირად იქნება ჩვენი ბიზნესი უფრო განვითარდება. თავისებური იყო თითოეული საინტერესო, ბევრი კრეატიული და საინტერესო აზრი გაჟღერდა, მათი მიდგომები, ფილოსოფიური ხედვები და რა თქმა უნდა სტატისტიკა, რომელიც გარეშეც ალბათ ბანკის ბიზნეს სექტორი წარმოუდგენელია. ფორუმზე კერძოს გარდა საჯარო სექტორიც აქტიურად იყო წარმოდგენილი, რომლებმაც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები წარმოადგინეს და თანამშრომლობის განსხვავებული არხები შესთავაზეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. გავსი ფორუმები მე იმაში არ არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენ მთავრობის გეგმის მიხედვით, ისედაც გათვალისწინებული გვაქვს ინფოტურები რეგიონების მიხედვით და ძალიან დიდი მადლობა TBC-ს, რომ ხარ ჩვენთან ერთად ახორციელებს გავს ფორუმებს. ფორუმი არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ესეთი ფორუმები საშუალებას აძლევენ ჩვენ ბიზნეს საზოგადოებას, რომ გაეცნოს იმ სახელმწიფო პროგრამებს და არა მარტო სახელმწიფო, ზოგადად კერძოში ყოფ სახელმწიფო დახმარების პროგრამებს. დღეს ჩვენ საშუალება გვექნება გავაცნოთ ის პროგრამები, რაც დღესდღეობით ხორციელდება, ასევე ვესაუბროთ ჩვენ საზოგადოებას, ბიზნეს საზოგადოებას იმ გეგმებზე, რაც ახლო მომავალში იგეგმება. ცხადია ბიზნეს ფორუმის ციკლი გაგრძელდება, შემდეგი ლოკაცია კი ქუთაისი იქნება. ბათუმი დავიწყეთ და წინ კიდევ რამდენიმე რეგიონი და სუპერ საინტერესო ბიზნეს ფორუმია. პირველი შეკრების შედეგებს უკვე სტუმრებთან მოვიკითხავთ. თამუნა ჟიჟილაშვილი, TBC ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის დირექტორი. თამუნა მოგშენებთ. და ჩვენთან ერთად არის მარიამ ქოიავა, SAVI Consulting-ის მართველი პარტნიორი. იგი ერთ-ერთი სპიკერთაგანი იყო ფორუმზე, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა ამ ფორუმიდან გამომდინარე მარიამთანაც. მადლობა გიორგი, თილმშილების. ეჭვმა კიდევ მოგიწევს ამ ფორუმში, თუმცა სხვა თემაზე რაც კომპანიას ეხება. თამუნა, როგორ ჩაიარა ჯამში? რამდენიმე ფიდბექი, ანუ რაც შეიძლება და სოციალურ ქსელში ან ვთქვათ ლევან თაღიაშვილისგან პირადად მომეკითხა, ბიზნესისგან მივიღებ. თავარი არის, რას ფიქრობს აუდიტორია, ვისთვისაც ეს ყველაფერი გააკეთეთ და რეალურად რა გამოძახილი აქვს ბიზნესისგან ამ ტიპის თავღრილობებს?
დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ზოგადად ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა იმ შედეგმა, რაც მივიღეთ. ანუ დაგვხვდა საოცრად მოტივირებული, დაინტერესებული აუდიტორია, რომელსაც აინტერესებდა თავის მიმართულებით რა ხდებოდა ინდუსტრიაში. და ეს იყო საოცრად მაგარი შეგრძნება, იმიტომ რომ აქეთ პროაქტიულად ლექტორებს არ აცლიდნენ, რომ რაღაცა აქეთ უსვამდნენ კითხვებს, ძალიან აქტიურები იყვნენ, ძალიან მომზადებულები იყვნენ, კონკრეტულად იცოდნენ რა აინტერესებდათ და ანუ შედეგად ეს სესიები იყო უფრო ეფექტური და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ ფაქტი, რომ რეგიონი უფრო სწრაფად ვითარდება, მე მგონი უკვე ასეთი ფაქტის წინაშე ვართ. და რა აინტერესებთ მათ? რა იყო ძირითადი ინტერესი? მაინტერესებს ვინ იყვნენ, როგორი ბიზნესების წარმომადგენლები, რომელი მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ ზოგადად ფორუმზე და აქტიურები განსაკუთრებით ვინ არიან? ზოგადად იყო ყველა სექტორიდან წარმომადგენელი, ყავდა 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი და ეს საკმაოდ დიდი ციფრია ბათუმისთვის. აქტიურობდა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ტურიზმი, ანუ სასტუმროების მიმართულება იყო ყველაზე აქტიური, იმიტომ რომ მათ ახლა სეზონი აქვთ და უნდათ რომ ეს სეზონი მაქსიმალურად კარგად ჩაატარონ და ზოგადად სხვაებიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან საინტერესო წარმოებები. და საერთოდ საინტერესო გადანაწილება. უფრო საინტერესო მარკეტინგული მიმართულებები თუ აი ისეთი სფეროები, რომელიც შეიძლება უბრალოდ სტუმრის გადმოსახედიდან საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული. რა ჩვენ როგორც გამომსვლელი, რა რის მიმართ გრძნობდი უფრო მეტად ინტერესს და კითხვებს? პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩემი აზრით, ესე კონკრეტულად ვერ გამოვკვეთავ, რომელი მიმართულებით უფრო იყვნენ დაინტერესებულები, იმიტომ რომ აქტიურობა იყო ყველა მიმართულებაზე ძალიან მაღალი. აქვე აღნიშნავ, რომ მიმართულებები იყო ძალიან საინტერესოდ შერჩეული, იმიტომ რომ ეს იყო ორ მხრივ შეგვიძლია შევხედოთ, იყო რა ხელშეწყობის პროგრამები არსებობს, როგორც ბანკის, ასევე საჯარო სექტორის მხრიდან და ასევე რა შეიძლება გაკეთდეს კომპანიაში იმისთვის, რომ აი ეს პროგრამები, რაც არის დღეს უფრო ეფექტურად და მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ანუ ინტერესი თავისთავად მოზიდვაც გვინდა, რომ კარგი პროგრამის ქვეშ მოხვდეთ და შემდეგ ეფექტურად გამოვიყენოთ. აქვე აღნიშნავ, რომ თვითონ ფორმატიც იყო ისეთი, რომ მაქსიმალურად ინტერაქტიული იყო, ჩართულობა იყო მაღალი და ჩემთან არაერთხელ მოსულან შესვენების დროს და უკითხავთ, აი ორი ვორქშოპი ერთდროულად რო იწყება, როგორ გააკეთონ ისე, რომ ერთდროულად მოხდნენ ორივეზე. აი ესეც მეკითხა, მართალია ეს არ იყო ერთდღიანი რამდენიმე საათიანი და მთელი 2 დღე მიეძღვნა ფაქტობრივად აი ამ მოსამზადებელ პროცესს და შემდეგ უკვე შეხვედრებს. ერთი შეხვედრა, ერთი კონტაქტი იგივე მენტორებთან, ლექტორებთან რამდენად საკმარისია და რეალურად რა შედეგის წაღება არის შესაძლებელი ასეთი ფორუმების და ასეთი შეხვედრების შემდეგ. აი ბათუმის გამოცდილებიდან მათ თუ გაგიზიარეს და თქვენი შთაბეჭდილებით რა იყო შედეგი მათთვის ამ კონკრეტული შეხვედრებიდან? ჩემი აზრით შედეგი იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ერთი გაიგეს რა სიახლეები არის და ანუ უკვე შეუძლიათ დაგეგმონ და ეს ყველაფერი თავიანთ ყოველდღიურობაში გამოიყენონ და მეორე გაიგეს რა აკლიათ და კონკრეტული სამოქმედო გზები აქვთ, როგორ უნდა შეავსონ ესე რომ ვთქვათ ეს დეფიციტი, ეს იქნება ცოდნა, ეს იქნება რესურსი თუ ასე შემდეგ. ეს თვითონ მაგათი ესე რომ ვთქვათ ფიდბექი არის დამსწრეების და ჩემი აზრით პრინციპში ეს პირველი ფორუმი ეს არის ინიცირება და ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი და არა ერთჯერადი ხასიათის. აუცილებლად რეგიონს ჭირდება განმეორებითი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, პირობითად იგივე შეიძლება ტრეინინგებიც გაკეთდეს მომავალში, შეიძლება უფრო ვიწრო სეგმენტთან მოხდეს შეხვედრები, ანუ მუშაობა ამას შემდგომ პერიოდებში აუცილებლად ჭირდება, მაგრამ კარგი არის ის, რომ აი თამუნას დავეთანხმები 100%-ით, რომ ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა ფორუმმა ყველა ესე ვთქვათ ყოველდღიურ. ნებისმიერმა ბიზნეს გაერთიანების ტიპის ორგანიზაციამ და TBC ახლა არ არის TBC სხვა ტიპის ორგანიზაცია, იცის რომ თავარი გამოწვევა ამ ტიპის შეხვედრებზე არის არა მხოლოდ შეკრება, სწორი ადამიანების შეკრება. ალბათ ეს იყო ჩემი აზრით განსაზღვრელი იმ წარმატებისა, მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენიმე ადგილობრივ ბიზნესმენებს მოვკარი თვალი კადრებში, მათ შორის შავმასალაშიც. იქნება თუ არა ეს ხაზი, ანუ რეგიონში, სადაც თქვენ ჩახვალთ, რამდენად იაქტიურებენ ადგილზე ისე, როგორც მაგალითად ირაკლი თავართხილაძე აქტიურობდა წერან, რომელმაც კომენტარიც გააკეთა ამ საკითხზე, ანუ რამდენად იქნებიან პროაქტიულები ადგილობრივი, რეგიონალური ბიზნესმენები, რომლებიც უყურებენ, თქვათ, არ ვიცი, ხა იქ უამრავი სხვადასხვა ბიზნესმენი იყო დაწყებული, თქვენი ნიკა ქურდიანიდან დამთავრებული
მაგივე მარიამი და სხვები. ანუ ეს მაგალითი უნდა იყოს გადამდები, მაგრამ ადგილზე თუ არის აქტიური არ გამოვა. ეს იგრძნობოდა თამაში. დიახ, ანუ საკმაოდ ისეთი აქტიური ჩართულობა იყო, როგორც ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან, ისე იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები, დიახ. და ჩვენის მხრივ რაც შეიძლება დავამატოთ, აი მარიამ აღნიშნა, რომ დააიდენტიფიციროს, რომ სად სჭირდებათ განვითარება. ჩვენ რასაც ვიღებთ პასუხისგებლობას ჩვენ ნაწილში არის, რომ ბათუმს უფრო ინტენსიური ტრენინგების პროგრამით დაუბრუნდებით აუცილებლად ამ ზაფხულში. კი, ამის საჭიროება დავინახეთ რა თემები აინტერესებთ, დავინახეთ სად აქვთ ბევრი კითხვა და სწორედ ამიტომ უკვე ბათუმზე მორგებული სპეციალურად მათთვის შექმნილი ტრენინგების პროგრამით დაუბრუნდებით ბათუმში. შემდეგი წერტილი გვაქვს ქუთაისი, რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეგიონებში უფრო მეტად მივაწვინოთ. აი დღეს გაქვთ უკვე გამოხმაურება ბათუმისგან პირადი შთაბეჭდილებები ადგილზე ნანახი. ქუთაისისთვის რა თემებს არჩევთ? ზოგადად რეგიონების მიხედვით წაღანაც ვიკითხე, როგორ არჩევთ? წინასწარ გამოკითხვა ტარდება თუ არა და ამ პირველი ეტაპის შემდეგ გამოცდილებით, აი ქუთაისისთვის რას გაითვალისწინებთ? მაგალითად, რა შეიძლება იყოს თუნდაც იგივე ვორქშოპების დაგეგმისას და კითხვა-პასუხის რეჟიმის დროის განაწილებისას უფრო თქვათ ქუთაისში განსხვავებული. დიახ, რა თქმა უნდა, სპეციფიკა არის ცოტა განსხვავებული. ჩვენ ვიცით რა მოთხოვნებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ტრენინგების პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და რომელიც რეგიონებშიც ასევე განუწყვეტლად ტარდება, გვაძლევს უკავშირს რა მიმართულება აინტერესებს კონკრეტულ რეგიონს. შესაბამისად, ქუთაისი იქნება ოდნავ განსხვავებული, ვერ ვიტყვი რომ რადიკალურად, მაგრამ ოდნავ, მაგრამ თავარი გაკვეთილი რაც აქედან მივიღეთ, გთხოვეს რომ ცოტა უფრო მეტი პრაქტიკულ რაღაცებს დაუთმოთ და ნაკლებ ზოგად მიმოხილვას და ამას რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ და შემდეგ ფორუმში უკვე უფრო მეტი დრო დაეთმობა ესეთი ტიპის ვორქშოპებს, იმიტომ რომ დრო არ ეყოთ. ამ ფორუმს გავწდები და ზოგადად ამ გეგმას გავწდები, მაგრამ უფრო მეტი კიდევ უფრო მეტად უნდათ კონკრეტიკაში და დეტალიზაციაში ჩასვლა, რასაც ეს ფორმატი არ იძლეოდა საშუალებას, მაგრამ ჩვენი ტრენინგებით უკვე რომ დაბრუნდებით, რა თქმა უნდა. მე მაქვს ეს თემა სანამ გაგაცილებ ქუთაისთან დაკავშირებით. მე კითხვა არ მაქვს, მე თემა მაქვს, შენ კითხვა მაქვს. მე ვეცდები რომ თქვენი გამოცდილება ამ შემთხვევაში ინფორმაცია და აქციო რა შეიცვალა თქვენ ამდენ წლიანი გამოცდილებით რეგიონების მიხედვით გაჩნდა თუ არა ახალი თემები და ახალი ინტერესები ანუ ახალი პროფილის ბიზნესები აი ამ პერიოდის განმავლობაში მე შემიძლია ინტერესებზე ვისაუბრო. იმიტომ რომ ბოლო 3 წელი აქტიურად ვატარებთ ან ჩემი კომპანიიდან ის იქნება ტრეინინგები თუ სხვადასხვა სახის აქტივობები ბათუმში და ყოველ წელს ვხედავ ძალიან დიდ პროგრესს, რაც ძალიან მახარებს. პრინციპში პირველ წელს დასწრებაც შედარებით ისეთი იყო, ნაკლები იყო, პასიურები იყვნენ მსმენელები, ნაკლები იყო კი მომზადებაც შედარებით ისეთი იყო. ორგანიზებულია სწორად. კი ბატონო. რასაც დღეს ვხედავ რაც ფორუმზე იყო, ეს არის აბსოლუტურად სხვა აუდიტორია, იმ კუთხით, რომ ეძებენ, ანუ ეს მაძიებლური ნიშან-თვისებები გამოიკვეთება, რაც ჩემი აზრით ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ საერთაშორისო ბუღალტრიული სტანდარტების თემა წარადგინა, ხო? კი. და რა იყო ინტერესი, ხო? ინტერესიც იყო, შესვენებებზეც მოდიოდნენ, მეკითხებოდნენ. პრინციპში ყველას დღეს აინტერესებს ეს ვადები, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული და კარგი არის ის, რომ თვითონ ასე ვთქვათ, ცნობადობა ამ სტანდარტის და ამ რეფორმის არანაკლებია ვიდრე თბილისში. აი ეს არის მთავარი იმ კუთხით, რომ კომპანიებმა დროულად დაგეგმონ ანუ ეს გადასვლის პროცესი. ქუთაისთან დაკავშირებით ხო არაფერი ბათუმს და ქუთაისს შორის შევეცადე ახლა თამონას რო უსმენდი და ხარობდი რომ აი როგორ ხდება რეალურად რა შეიძლება დააკავშიროს ბათუმი და ქუთაისი წამოვალ ჩემთან დავრჩები იქ სახლში და რაღაცა პატარა ესესავით უნდა წავეკითხო ქუთაისზე როგორც საზღვაო ქალაქზე ძალიან ინტერესებია. ბათუმიდან გავიგინარე, ერთ-ერთი პარლამენტარი მაგრა დაწვებოდა ამ თემას და რაღაცა იქ, მაგრამ მეჭვი მაქვს რომ ქუთაისში ის რა მოლოდინიც იყო ბათუმიდან გამომდინარე, უბრალოდ ოდნავ გავაგრძელებ წეღან თამონამ რაც ბრძანა, ამ ბიზნესებს ყველას აქვს ერთმანეთთან კავშირი და ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ რომ ქუთაისში კიდე რაღაცა სხვა ტიპის მოლოდინები დაგვხდება უფრო პრაგმატული და უფრო მნიშვნელოვანი ქუთაისი არ იქნება გაჩერებით წერტილი თამონაბოლო ეს გაქვს თუ არა უკვე გაწერილი გეოგრაფია ეს წლის განმავლობაში ესე მუდმივად გაგრძელდება ჩვენ ვეცდებით რომ მოვიცვათ მთელი საქართველო რა თქმა უნდა ვეცდებით რომ მსხვილი ლოკაციები დავფაროთ თუმცა ტრენინგებით ვფარავთ პატარა ქალაქებსაც ანუ მთელი საქართველო გვაქვს დაფარული ამ კუთხით და ვცდილობთ რომ არავის არ ვაწყენებთ მაგრამ წეღარაც
მარიამმა თქვა, უბრალოდ ეს მინდა რომ დავამატო. საოცრება იყო ტრანსფორმაცია, რაც ბათუმმა გაიარა ბოლოს 3 წლის განმავლობაში. ჩვენ პირველად რამ 3 წლის წინ ვიყავით ჩასული, დიახ, და აუდიტორია არის რადიკალურად შეცვლილი. ანუ ვერც შეადარებ 3 წლის წინ რა იყო და დღეს რა არის და მინდა გითხრათ, რომ თბილისის აუდიტორიას აქტიურობით ასწრებენ ფაქტიურად და ეს იყო ისეთი მაგარი შეგრძნება და ისეთი ამაყები დავბრუნდით უკან, რომ აი საოცრება ამიტომ აუცილებლად დავბრუნდებით უკან. აუცილებლად და ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით. თამუნა ჯიჯილაშვილი, TBC ბანკის მიკრო და საშუალო ბიზნესის მართვის დირექტორი. მადლობა მარიამ ქოიავას ჩვენთან ყოფნისთვის. მარიამს ამ დღეებში კიდევ ერთხელ უმასპინძლებთ მისი საკონსულტაციო კომპანიის გარკვეული მიღწევებიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასე რომ მხოლოდ მას დროებით ვემშვიდობები, ისევე როგორც თამუნასაც შემდეგ ბიზნეს ფორუმამდე.